ბავშვისთვის ხმამაღლა წიგნის წაკითხვა, თან ისე რომ ბავშვი თვითონაც უყურებდეს, ასევე იყოს ჩართული ამ პროცესში, არის ყველაზე დიდი გავლენის მქონე მოქმედება, რაც შეიძლება ოჯახმა გააკეთოს მისთვის. ეს არის ყველაზე მყარი საფუძველი ჩაყრა ბავშვის ციგნიერებაში. მეორე, რასაც მინდა ასევე ძალიან დიდი ხაზი გაუსვა, არის რომ არჩევანი, მივცეთ ბავშვს არჩევანის უფლება და საშუალება, თვითონ არჩიოს წიგნები. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება გაკეთდეს, რა თქმა უნდა, ვაჩუქოთ წიგნები ბავშვს, უნდა შევუქმნათ მას ოჯახში პატარა თავისი კუთხე, სადაც სათამაშოებთან ერთად წიგნებიც იქნება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ ბავშვმა თვითონ აირჩიოს წიგნი. ამისათვის კი რა უნდა გავაკეთოთ? რა ეკონომიკური საშუალებაც არ უნდა ქონდეს ოჯახში, შევაგროვოთ და თუნდაც 3 თვეში ერთხელ, ან წელიწადში 2 ჯერ მაინც ბავშვი წავიყვანოთ მაღაზიაში და მიუშვათ წიგნებთან. მივცეთ საშუალება, რომ თვითონ აარჩიოს. იმიტომ რომ ამბობენ, რომ საუკეთესო შემრჩევი წიგნისა ისევ თვითონ ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ სხვანაირად ვუყურებდეთ ამას.